გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, დღეს ვსაუბრობთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე ქართულ ისტორიოგრაფიაში, კერძოდ ბაგრატიონთა წარმოშობის საკითხზე, რომელიც წარმოადგენს ხანგრძლივი დავის საგანს ქართველ და სომეხ ისტორიკოსთა შორის. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ბაგრატიონები მოგეხსენებათ ერთ-ერთი ყველაზე ძველი და შთამბეჭდავი პოლიტიკური ისტორიის მქონე სამეფოსახლეა მსოფლიოში და ამის გარდა მათი გვარის წარმომადგენლებმა დატოვეს მნიშვნელოვანი კვალი როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ისტორიაში. თავის დროზე ამ გვარის წარმომადგენლები სწრაფად დაწინაურდნენ სამხრეთ კავკასიაში და როგორც მოსალოდნელი იყო, მისი წარმოშობის შესახებ სხვადასხვა ლეგენდა შეიქმნა. ქრისტიანობამდეც და ქრისტიანობის ხანაშიც განსაკუთრებით პოპულარული იყო თეორიები სამეფო საგვარეულოთა ღვთიური წარმოშობის შესახებ. ამ მხრივ გამონაკლისი არც ბაგრატიონები ყოფილან. განვითარების გარკვეულ საფეხურზე საქართველოშიც იქმნება ბაგრატიონთა დინასტიის ღვთიური წარმოშობის თეორია. დავით წინასწარმეტყველისა და უფლისა მიერცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო. მიმართავს გრიგოლ ხანძთელი აშოტ ყურაპალაც და ამ მიმართვით აღნიშნავს, რომ მას აშოტ ბაგრატიონი დავით მეფე წინასწარმეტყველის მეშვეობით უშუალოდ ღვთის შთამომავლად მიაჩნია. ქართულ სინამდვილეში შექმნილი ეს ლეგენდა გაიზიარეს ჩვენმა მეზობელმა ხალხებმაც, სომხებმა და ბიზანტიელებმა, რასაც ადასტურებს თუნდაც იოანე დრასხანა-კერტელისა და კონსტანტინე პორფიროგენეტის შრომებში დაცული ცნობები ამ მოვლენის შესახებ. ბაგრატიონთა გვარის შემდგომ აღზევებას ამ ლეგენდის სათანადო დამუშავება დახვეწა მოჰყვა. მე-11 საუკუნეში იქმნება ქართველი ისტორიკოსის სუმბატ დავითის საგანგებო თხზულება ბაგრატიონთა სრული გენეალოგიით, მათი ღვთიური წარმოშობისა და სამეფო ხელისუფლების თუ პოლიტიკურ კლასობრივი ბატონობის ვრცელი იდეოლოგიური დასაბუთებით. ამგვარად, ლეგენდა ბაგრატიონთა გვარის ღვთიური წარმოშობის შესახებ ჯერ კიდევ აშოტ პირველის დროს იღებს სათავეს. საგულისხმოა, რომ სომეხი მემატიანე მოვსეს ხორენაცი ამტკიცებს, რომ სომეხი ბაგრატუნები არ არიან სომხური წარმომავლობის, არამედ არიან სპერიდან, მაგრამ წარმოშობით ებრაელები. იგი ამას მხოლოდ მათი სახელებით ხსნის. მისი სიტყვით ბაგრატიონების საგვარეულო სახელი სუმბატი იგივე ებრაული შამბაშია, აშოტი იგივე ებრაული ასუდი, ვარაზი ვაზარია, ბაგრატი ბაგადია და ასე შემდეგ. ხორენაცის ეს მსჯელობა მცდარია, რადგან მიუხედავად მსგავსებისა, ამ სახელებს სხვადასხვა წარმომავლობა აქვთ. მაგრამ ერთი, რაშიც ხორენაცი ნამდვილად არ შემცდარა, არის ის, რომ ბაგრატიონები ნამდვილად სპერიდან იყვნენ. პავლე ინგოროყვას გამოკვლევით ისტორიული სპერის ტერიტორია ანტიკური ხანიდან მოყოლებული სამ ნაწილად იყო გაყოფილი: სომხურ, იბერიულ და ჭანურ ნაწილებად. სომხური, ანუ ზემო სპერი, ეს გახლავთ სპერის ის ნაწილი, რომელიც სომხეთთან იყო მიერთებული ჯერ კიდევ ახალი წელთაღრიცხვის 299 წლიდან. პროკოპი კესარიელის ცნობით, ის მოიცავდა ჭოროხის სათავეებს ბაიბურთის ჩათვლით. 387 წელს სომხეთის დაყოფის შედეგად სპერის ეს ნაწილი დასავლეთ სომხეთის შემადგენლობაში მოექცა, რომელმაც არსებობა 389-391 წლებში შეწყვიტა და ბიზანტიის პროვინციად იქცა. ჭანური ზონა, ანუ შუა სპერი, მდებარეობდა ბაიბურთის ჩრდილოეთით და მოიცავდა ღართის ველს. იბერიის სპერი, იგივე ქვემო სპერი, მოიცავდა ჭოროხის ხეობის იმ ნაწილს, სადაც მდებარეობს საკუთრივ ქალაქი სპერი, დღევანდელი ისპირი. ჯუანშერის ქრონიკის ნაწილში, რომელიც 628 წლის ახლო ამბავს ეხება, წერია: მაშინ კვლავ წაიღეს ბერძენთა საზღვარი ქართლისა სპერი და ბოლო კლარჯეთისა ზღვისპირი. საზღვარი ქართლისა სპერი ძირძველი ქართული მხარის კლარჯეთის საერისთავოს ნაწილი იყო. ანტიკური და ბიზანტიური წყაროებიდან ნათლად ჩანს,
რომ სპერის ჭანურ და იბერიულ ნაწილში ერთნიშნულოვნად ცხოვრობდა ქართველური მოსახლეობა. კერძოდ, ჭანები, მესხები და სასპერ იბერები. არასომხური, ანუ შესაბამისად ქართველური მოსახლეობა ყოფილა აგრეთვე ეგრეთ წოდებულ სომხურ სპერშიც, რასაც ადასტურებენ თვით სომეხი ისტორიკოსები. მაგალითად, იგივე ხორენაცის ცნობით, ბაგრატ ბაგრატუნის სამფლობელოს დასავლეთ მხარეში, ანუ სომხეთის სპერში, არ ისმის სომხური ენაო. იგივეს ამბობს სომეხის საეკლესიო მწერალი სტეფანოს სიუნეცი, რომელიც აღნიშნავს, რომ სპერში სომხურ ენას გავრცელება არ ჰქონია. ამდენად სომხური სპერის მოსახლეობაც ქართველური იყო. ახლა აქ მივადექით ძალიან საინტერესო საკითხს. ვისაც აგიკითხავთ დიდოსტატის მარჯვენა, ალბათ გახსოვთ, რომ კონსტანტინე გამსახურდია ბაგრატიონთა გვარს მოიხსენიებს ლაზური წარმოშობის გვარად. ეს ბევრმა შეიძლება ჩათვალა ავტორის ფანტაზიად, მაგრამ როგორც ჩანს, საქმე ასე მარტივად არ არის. ცნობილია, რომ ჭოროხის ხეობა და მიმდებარე მიწები ისტორიულად ძირითადად ჭანებით იყო დასახლებული. ამის გამო აკადემიკოსმა ნიკო მარმა გამოთქვა მოსაზრება ბაგრატიონების ჭანური წარმომავლობის შესახებ. ამას ადასტურებს თვით ონომასტიკონი, საგვარეულო სახელები ბაგრატიონთა სახლისა, კერძოდ ის სპეციფიკური სახელები, რომლებიც მიღებული იყო ბაგრატიონთა გვარში და რომლებიც ბოლოვდება გრამატიკული ელემენტით ტი, ბაგრატი, სუმბატი, ბივრატი, აშოტი. ნიკო მარის აზრი ამ შემთხვევაში არის განსაკუთრებულად საინტერესო და აღსანიშნავი. რატომ? იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეხლა ვის და ნიკო მარს, რომ ქონოდა რაიმე ხელმოსაჭიდი ბაგრატიონების სომხურ წარმოშობასთან დაკავშირებით, მერწმუნეთ ამ შანს ხელიდან არ გაუშვებდა. აღსანიშნავია, რომ მეორე ძველ ქართულ გვარშიც, რომელიც ასევე ჭანეთიდან იყო წარმოშობით, კერძოდ ორბელიანთა გვარში, ანუ ჭანბაკურიან ორბელიანების გვარში, მიღებული იყო ანალოგიური სახის საგვარეულო სახელები, დაბოლოებული იმავე გრამატიკული ელემენტით ტი, მაგალითად ლიპარიტი, რატი და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს დღესაც ამავე ტიპის სახელები ბოლოკიდურით ტი, რომლებიც შემორჩენილია დასავლეთ საქართველოს საგვარეულო ონომასტიკონში. მაგალითად ჯიბუტი, ღლონტი, ჟღენტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ირკვევა, რომ დაბოლოება ტი არის ჭანურ მეგრული ეკვივალენტი ქართული საგვარეულო სახელწოდებათა დაბოლოებისა თი, რაც მიღებული ყოფილა შუა საუკუნეების საქართველოში. ცნობილია ისიც, რომ ტი და თი დაბოლოებებს ძველ ქართულში დიალექტურად ენაცვლება დაბოლოება თა. მაგალითად, ბივრატი, ბივრათა, აშოტი, შოთა. რაც შეეხება სომხურ ონომასტიკონს, გამოთქმულია მოსაზრება, რომ ბაგრატიონთა ამ სახელებს კავშირი არ აქვს სომხურ სამყაროსთან და იქ გავრცელდა მხოლოდ ბაგრატიონთა ერთი შტოს გასომხების შემდეგ. როგორც ვხედავთ, ისტორიოგრაფიაში არსებობს ბაგრატიონთა გენეზისზე ორი ძირითადი თეორია: ქართული და სომხური. ქართული თეორიის ავტორია ივანე ჯავახიშვილი. იგი ერთმნიშვნელოვნად თვლიდა, რომ ბაგრატიონთა დინასტია ქართული წარმოშობისაა და მათი საწყისი ცენტრი იყო სამხრეთ საქართველოს ისტორიული პროვინცია სპერი. ჯავახიშვილის თქმით, სპერი ძველი ქართლის ტერიტორიის ნაწილია და მასში ქართული მოსახლეობა და კულტურა დომინირებდა ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის პირველი 1000 წლეულის ბოლოდან. ბაგრატიონთა სპერული წარმომავლობის შესახებ ივანე ჯავახიშვილს ჰქონდა შემდეგი არგუმენტები. პირველი, ის ამტკიცებდა, რომ სპერი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იყო ქართლის განუყოფელი ნაწილი, როგორც კულტურულად, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. მეორე, ბაგრატიონთა გვარის ადრეული ქართული ფორმები, ბაგრატიონი, ქართული სახელწოდების ევოლუციას მიჰყვება, რაც მიუთითებს ქართულ ენობრივ ტრადიციაზე. და მესამე, სომხურ მიწაზე ბაგრატიდების გამოჩენა უნდა აიხსნას
ქართული დინასტიის ერთ-ერთი განშტოების მიგრაციით და შემდგომი არმენიზაციით. ჯავახიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თვით სპერი, ისევე როგორც ტაო, კლარჯეთი და ზღვისპირეთის დიდი ნაწილი სრულიად ქართულ ისტორიულ კულტურულ სივრცეში შედიოდა. მან თავისი დასკვნა შემდეგნაირად ჩამოაყალიბა. ციტატის დასაწყისი. ბაგრატიონთა სახლის წარმოშობა უნდა ვეძიოთ არა სომხურ მიწაზე, არამედ ქართლის ტერიტორიაზე, სამხრეთით სპერის მხარეში. სომხურ ბაგრატიდებსა და ქართულ ბაგრატიონებს შორის ნათესაური კავშირი შეიძლება არსებობდა, მაგრამ მათი საწყისი სამშობლო ერთმნიშვნელოვნად საქართველოს მიწაა. მეორე დიდი მეცნიერის ნიკო მარის აზრით, ბაგრატიონთა დინასტია წარმოშობით ეკუთვნოდა სამხრეთ საქართველოს კულტურულ არეალს, კერძოდ სპერის, ტაოსა და კლარჯეთის რეგიონებს, რომლებიც ჯერ კიდევ ადრეულ შუა საუკუნეებში იყვნენ ქართლის პოლიტიკური და ეკლესიური გავლენის ქვეშ. მარი ხაზს უსვამდა, რომ ბაგრატიონთა სახელის ფორმა ბაგრატი, ბაგრატიონი არის ქართული ენის ბუნებრივი აგებულების ფორმა, ხოლო მისი სომხური პარალელი ბაგრატუნი არის შემდგომი ადაპტაცია, რომელიც გაჩნდა მას შემდეგ, რაც ტაო-კლარჯეთის ნაწილი სომხური კულტურის გავლენის ქვეშ მოექცა. მინდა კიდევ ერთხელ მივაქციო თქვენი ყურადღება აკადემიკოს მარის პოზიციას. იმ მარისა, რომელიც როგორც წესი ყოველთვის მხარს უჭერდა ხოლმე სომეხ ისტორიკოსებს საქართველოს საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირებაში. სწორედ აი ეს ადამიანი ბაგრატიონებთან მიმართებაში, როგორც ვნახეთ, არის ურყევი და არის ქართული თეორიის არამხოლოდ მომხრე, არამედ მისი ერთ-ერთი განმავითარებელი. მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ციტატის დასაწყისი. ბაგრატიონთა გვარი თავისი სახით და შინაარსით ქართულ ნიადაგზეა აღმოცენებული. მხოლოდ მოგვიანებით, როდესაც ქართული ელიტა ტაოსა და სპერის მხარეში მჭიდრო ურთიერთობაში შევიდა სომხურ არისტოკრატიასთან, შეიქმნა მათი სახელის სომხური ფორმა. ციტატის დასასრული. მარი ასევე მიუთითებდა, რომ ბაგრატუნებისა და ბაგრატიონების ურთიერთობა შეიძლება აიხსნას საერთო პოლიტიკური წარმომავლობით, თუმცა არა საერთო ეთნიკური ფესვებით. ისევ ციტირებ. სომეხი ბაგრატუნები და ქართველი ბაგრატიონები შეიძლება იყვნენ ერთი პოლიტიკური ოჯახის სხვადასხვა შტოები, მაგრამ მათი ძირითადი ცენტრი ქართლის ტერიტორიაა. მარი განსაკუთრებით ხაზს უსვამდა იმასაც, რომ ბაგრატიონთა დინასტიის აღმასვლა მე-19 საუკუნეებში დაემთხვა იმ პერიოდს, როცა ქართლის სამეფო ტრადიცია ხელახლა აღდგა ტაო-კლარჯეთის პოლიტიკურ სივრცეში, რაც მიუთითებს ქართული სახელმწიფოებრიობის გაგრძელებაზე და არა სომხურ ფესვებზე. აკადემიკოსმა ნიკო ბერძენიშვილმა ჯავახიშვილის მსგავსად ბაგრატიონთა წარმომავლობა ქართული ეთნიკური სივრციდან გამოიყვანა. მისი თქმით, დინასტია წარმოიშვა ქართლის პოლიტიკური და კულტურული გავლენის ქვეშ მყოფი სპერის არედან, საიდანაც ბაგრატიონების ერთი შტო მოგვიანებით გადავიდა სომხეთის ტერიტორიაზე. ციტატის დასაწყისი. ბაგრატიონთა სახლის ადრეული ისტორია უშუალოდ უკავშირდება ქართლის სამეფოს სამხრეთ საზღვრისპირა მხარეებს. სწორედ აქ უნდა ვეძიოთ ის ნიადაგი, სადაც ჩამოყალიბდა მათი გვარი, ქართული სახელწოდებით ქართულ კულტურულ გარემოში. ბერძენიშვილი ხაზს უსვამდა, რომ ტერმინი სომხური ბაგრატიდები ნიშნავს ბაგრატიონთა გვარის სომხეთში გადანაცვლებულ და ადგილობრივ ტრადიციასთან შერწყმულ შტოს, მაგრამ არა მთლიანად ბაგრატიონთა სომხურ წარმომავლობას. რაც შეეხება სიმონ ჯანაშიას, ის ბაგრატიონთა წარმომავლობის საკითხს რეგიონულ პოლიტიკური კუთხით განიხილავდა. იგი აღნიშნავდა, რომ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიები, ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, სპერი, ქართული პოლიტიკური გავლენის ქვეშ იყო მე-6-მე-7 საუკუნეებში, მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონებში თანაცხოვრობდნენ სომხური ელემენტებიც. ციტატის დასაწყისი. ტაოსა და სპერის მხარე, სადაც ბაგრატიონთა გვარი პირველად იჩენს თავს, იმდროინდელ საქართველოში შედიოდა.
ამგვარად მათი წარმომავლობის საკითხი უნდა გადაწყდეს ქართული ისტორიის კონტექსტში და არა სომხურის ფარგლებში. ციტატის დასასრული. ჯანაშიას აზრით, სომხურ წყაროებში ბაგრატიდებად მოხსენიებული გვარი უკავშირდება ქართულ ბაგრატიონთა გაშტოებას, რაც ისტორიულად დამტკიცებულია როგორც ტიტულატურით, ასევე ტერიტორიული წარმომავლობით. თანამედროვე ქართველი ისტორიკოსი დავით მუცხელიშვილი აღნიშნავს, ციტატის დასაწყისი. ბაგრატიონთა დინასტიის წარმოშობა უნდა განიხილებოდეს ქართულ ისტორიულ პროცესთა ჭრილში. სპერი და ტაო, როგორც მათი ფუძე, იყვნენ ქართული სახელმწიფოებრიობის საზღვრებში მოქცეული და ბაგრატიონთა აღმასვლა წარმოადგენდა ქართული სამეფო ტრადიციის გაგრძელებას. ციტატის დასასრული. ქართულ პოზიციას ეხმიანება ასევე რუსულ-ქართული წარმოშობის ამერიკელი მეცნიერი კირილ ტუმანოვი. იგი მიუთითებს, რომ ბაგრატიონთა გვარი თავდაპირველად იყო ქართველური წარმომავლობის, ხოლო სომხურ მხარეში არსებული შტოები წარმოიშვნენ მოგვიანებით. ასევე ტუმანოვის მტკიცებით, ტაო და კლარჯეთი თავდაპირველად იყვნენ ქართულ კულტურულ და პოლიტიკურ სივრცეში, ხოლო მათი არმენიზაცია მოხდა მოგვიანებით, რაც თავად ადასტურებს ქართული პირველწყაროს არსებობას. სომხური წარმოშობის თანამედროვე ამერიკელი მეცნიერი რონალდ სუნი, რომელიც დღეს სამხრეთ კავკასიის ისტორიის ერთ-ერთ წამყვან მკვლევარად ითვლება მსოფლიოში, აღნიშნავს, რომ ტაო კლარჯეთის ბაგრატიონები წარმოადგენდნენ ქართულ და სომხურ არისტოკრატიებს შორის გადაკვეთას. ციტატის დასაწყისი. ბაგრატიონები იყვნენ კულტურულად ბილინგური არისტოკრატია, მაგრამ მათი პოლიტიკური იდენტობა მკაფიოდ ქართული იყო. ციტატის დასასრული. სუნი არ უარყოფს სომხურ გავლენას, მაგრამ მკაფიოდ ამბობს, რომ დინასტიის საბოლოო ჩამოყალიბება მოხდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ახლა რაც შეეხება საპირისპირო ბანაკს, სომხურ ისტორიოგრაფიაში ბაგრატიონთა დინასტია ითვლება სომხური წარმოშობის არისტოკრატიულ გვარად, რომელსაც თითქოს ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში ახსენებენ უძველეს სომხურ წყაროებში. ნიკოლა ადონცი, სომეხი ისტორიკოსი და ბიზანტიოლოგი, თვლიდა, რომ ბაგრატუნები იყვნენ სომხეთის ერთ-ერთი უძველესი სახლი, რომლის ფესვები მიდის ორონტიტთა დინასტიამდე. ორონტიტები გახლდათ სავარაუდოდ სპარსული წარმოშობის სომხური სამეფო დინასტია. ადონცი წერს, ციტატის დასაწყისი. ბაგრატუნები, როგორც სომხური დიდგვაროვანი სახლი, უკვე არსებობდნენ არტაშესიანთა ხანაში. მათი წარმომავლობა და მემკვიდრეობა მჭიდროდ უკავშირდება ორონტიტთა ტრადიციას, რაც მათ სომხურ ეთნიკურობას განსაზღვრავს. ციტატის დასასრული. მისი აზრით, ქართველი ბაგრატიონები წარმოადგენენ ამავე გვარის შტოს, რომელიც დასავლეთ სომხეთიდან, ანუ სომხეთის სპერიდან და ტაოდან გადმოვიდა ქართლში და შემდეგ ქართულ სამეფოებთან გაერთიანდა. სომეხ ისტორიკოსთა ნაწილი, მაგალითად იოსებ ორბელი, თვლიდა, რომ ტაო კლარჯეთი, სპერი და შავშეთი იმ პერიოდში, როდესაც ბაგრატიონთა სახლი გაძლიერდა, სომხურ პოლიტიკურ კულტურულ გავლენას ექვემდებარებოდა. რაც შეეხება გერმანელ აღმოსავლეთ მცოდნეებს, იოზეფ მარკვარდსა და ჰაინრიხ ჰიუფშმანს, მათ ბაგრატიონთა სახელწოდება ენათმეცნიერულად შეისწავლეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სახელი ბაგრატი არის სპარსული წარმოშობის, რაც მიუთითებს ირანულ გავლენაზე, მაგრამ არა პირდაპირ ქართულზე. ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება და ობიექტურობა მოითხოვს, რომ ბიზანტიური წყაროების შესახებაც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ბიზანტიური წყაროები ბაგრატიონთა წარმოშობის საკითხზე საკმაოდ მრავალფეროვანია და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ დინასტიის ისტორიის შესწავლაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია იმპერატორ კონსტანტინე მე-7-ის, პორფიროგენეტის ნაშრომი სახელმწიფო მართვის შესახებ, სადაც იგი ბაგრატიონთა გვარს არაერთხელ ახსენებს და მათ მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავს.
პორფიროგენეტი ბაგრატიონთა დინასტიას აღწერს როგორც დავით წინასწარმეტყველის შთამომავლებს, რაც პირდაპირ უკავშირდება იმ ეპოქის იდეას მეფეთა ღვთიურ წარმომავლობაზე. იმპერატორი აღნიშნავს, რომ ქართველთა მეფეები, ბაგრატიონები წარმოადგენენ დავითის მოდგმას, რაც თავის მხრივ ასახავს საქართველოს სამეფო იდეოლოგიის გავლენას ბიზანტიურ გარემოზე. გარდა ამისა, ბიზანტიელი ისტორიკოსები, მაგალითად იოანე სკილიცესი, მიქაელ ატალეაიტესი და გეორგიოს კედრინოსი ბაგრატიონთა გვარს უკავშირებენ ქრისტიანული სამეფო მემკვიდრეობის კონცეფციას. მათთვის ბაგრატიონები წარმოადგენდნენ აღმოსავლეთში ქრისტიანული სამეფო სიდიადის ერთ-ერთ მთავარ მემკვიდრეებს, რომლებიც ხშირად აღიქმებოდნენ როგორც ბიზანტიის ბუნებრივი მოკავშირეები. მეორე მხრივ, ზოგი ბიზანტიელი ისტორიკოსი პატრიოტული მოტივებიდან გამომდინარე ბაგრატიონთა წარმომავლობას ბიზანტიურ არისტოკრატიასთან აკავშირებდა, თითქოს მათი ერთ-ერთი შტო კონსტანტინოპოლის დიდგვაროვან წრეებს მიეკუთვნებოდა. საბოლოოდ დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ქართველი ისტორიკოსების უმრავლესობა ბაგრატიონებს ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, სპერსა და ტაო-კლარჯეთის მიწაზე წარმოშობილ ქართულ დინასტიად მიიჩნევს. მათი აზრით, სომხური ელემენტი მოგვიანებით გაჩნდა გარკვეული კულტურული და პოლიტიკური გავლენის შედეგად, მაგრამ ეს არ ცვლის დინასტიის ეთნიკურ და სახელმწიფოებრივ იდენტობას. სომეხი ისტორიკოსები პირიქით თვლიან, რომ ბაგრატიონები წარმოიშვნენ სომხური მოდგმიდან და თავიდან იწოდებოდნენ ბაგრატუნებად. მოგვიანებით კი მათი ერთი შტო გაქართველდა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელებმა მიიღეს ქართული დაბოლოება ბაგრატიონი. დასავლელი მეცნიერები კი სამ ნაწილად არიან ძირითადად დაყოფილნი. ერთი ნაწილი იზიარებს ქართულ პოზიციას, მეორე ნაწილი ემხრობა სომხურს, ხოლო მესამე ნაწილის აზრი კი ნეიტრალურია და თვლის, რომ ბაგრატიონთა დინასტია ჩამოყალიბდა სომხურ-ქართული არისტოკრატიული სინთეზის შედეგად. მიუხედავად აზრთა ასეთი სხვადასხვაობისა, სამივე პოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან იმაზე, რომ ბაგრატიონთა პოლიტიკური ცენტრი და შესაბამისად მათი ძირითადი ასპარეზი საქართველოში იყო. თუკი დღევანდელი გადაცემა საინტერესო იყო თქვენთვის, ძალიან გთხოვთ მოიწონოთ ვიდეო, დატოვოთ კომენტარი და რაც მთავარია, გამოიწეროთ ჩემი არხი. მე კი დღეს ამით გემშვიდობებით, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით მომდევნო გადაცემაში.